იშვიათ დაავადებებთან ერთად დიუშენის სინდრომის პაციენტებისთვის ამბულატორიული, სტაციონარული და კვლევითი მომსახურება ფართოვდება. ცვლილებათა პროექტი საქართველოს მთავრობას უკვე გადაეგზავნა, რაც შეეხება ამ დაავადების მქონე პაციენტების ოჯახების მიერ მოთხოვნილ მედიკამენტებს, ისინი მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს, რამაც მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციებს, მათ შორის ამერიკულ თუ ევროპულ წამლის სააგენტოებს, მასზე უარი ათქმევინა. საკითხს განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება საქართველოს. რატი მეტრეველის რეპორტაჟი. დიუშენის სინდრომი იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელსაც პროგრესირებადი ხასიათი აქვს. მასთან ბრძოლისთვის შექმნილ მედიკამენტთა სია კი იმ პრეპარატებისგან შედგება, რომელთა შესახებაც როგორც ირკვევა კითხვები მსოფლიოს არაერთ წამყვან ქვეყანას აქვს. კითხვები, რომლებზეც დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ვრცლად ილაპარაკა. განიმარტა დიუშენთან ბრძოლის მხრივ ქვეყანაში დაგეგმილი სიახლეებიც. საქართველოს მთავრობის ხდომაზე განსახილველად გაგზავნილია ცვლილების პროექტი, რომლის შედეგადაც ზოგიერთ სხვა იშვიათ დაავადებებთან ერთად დიუშენის პაციენტებსაც გაუფართოვდებათ ამბულატორიული თუ სტაციონარული თუ კვლევითი მომსახურება. მოთხოვნილია ერთ-ერთი სახეობა მედიკამენტისა, რომელზეც მაგალითად ემა ამბობს თავის 2025 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში. ციტატას ვამბობ: 12 თვის შემდეგ პაციენტებში მოძრაობის უნარის გაუმჯობესების ეფექტი არ დადასტურდა პლაცებოსთან შედარებით. იმავე მედიკამენტებთან დაკავშირებით დაფიქსირებულია ბავშვების გარდაცვალების შემთხვევები. არიან ევროპული სახელმწიფოები, როგორც თქვით, რომლებიც არიან საქართველოზე ბევრად დაწინაურებული ჯანდაცვის სისტემები. არ არის სწორი და ლოგიკური, რომ დავსვათ რიტორიკული კითხვა. ამ სახელმწიფოებს რა მიზეზით არ აქვთ ამ დრომდე შეტანილი საკუთარ ჯანდაცვის პროგრამაში ამ მედიკამენტების დაფინანსება. ამ დიაგნოზის მქონე მოზარდთა მშობლების მოთხოვნა დღევანდელი ბრიფინგის შემდეგაც უცვლელია. სახელმწიფო მოძრაობის ქვეყანაში კონკრეტული მედიკამენტების შემოტანა და სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა. დაუშვებელია დღეს საუბარი იმაზე, რომ მედიკამენტი არის სარისკო. თუ 2-3 წლის წინ არ იყო მედიკამენტები, რომლებიც დაბლოკავდა ამ დაავადებას, დღეს გვაქვს ის მედიკამენტები, რომლებიც დაბლოკავს ამ დაავადებას და შესაძლოა 1 წელში, 2 წელში და 3 წელში სრულად განიკურნოს ეს დაავადება ახალი მედიკამენტებით, რადგანაც უამრავ ქვეყანაში მიმდინარეობს კლინიკური კვლევები. პრეპარატების ეფექტთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომ მრავალი კითხვა არსებობს, ამას ადასტურებს როგორც შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის, ისე ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მიერ გავრცელებული ცნობები. მაგალითად, ემას ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, რომ პრეპარატ ელევიდის ავტორიზაცია არაეფექტიანობის გამო შეუჩერდა. კვლევამ ვერ აჩვენა, რომ ელევიდის 12 თვის შემდეგ რაიმე გავლენა ჰქონდა პაციენტების მოძრაობის უნარზე. დაფიქსირდა დისტროფინის მოკლე ფორმის გამომუშავება. ეს ვერ დაუკავშირდა მოძრაობის უნარის გაუმჯობესებას. ამავე პრეპარატის დისტრიბუციისა და კლინიკური კვლევების შეჩერება FDA-მ ლეტალური შემთხვევების გამო მოითხოვა. შემდგომში კი ეტიკეტებში ფატალური შედეგების შესახებ გაფრთხილება დაამატა. FDA მოითხოვა, რომ სარეპტა თერაპიუტიკსმა შეაჩეროს ელევიდისის დისტრიბუცია და გენური თერაპიის პროდუქტების კლინიკური კვლევები. მას შემდეგ რაც დაფიქსირდა 3 პაციენტის გარდაცვალება. მედიკამენტების სიაშია ჯივინოსტატიც, რომლის მიღებით გამოწვეულ გარდაცვალების შედეგებს სწავლობს ბრიტანეთის მარეგულირებელი. მიმდინარეობს დამატებითი კვლევები. ამავე პრეპარატის დაფინანსებაზე უარს აცხადებს საფრანგეთის ჯანმრთელობის ეროვნული ორგანოც. 2026 წლის 12 თებერვალს საფრანგეთის ჯანდაცვის ეროვნულმა ორგანომ უარი განაცხადა ჯივინოსტატის ანაზღაურებაზე სახელმწიფო ჯანმრთელობის სისტემის ფარგლებში, რითაც შეჩერდა პროცესი, რომელიც საშუალებას მისცემდა პრეპარატს საფრანგეთის ბაზარზე გასულიყო. კიდევ ერთი პრეპარატების ჯგუფი, რომელსაც პაციენტები ითხოვენ, ეგრეთ წოდებული ეგზონების ამოყრის თერაპია. რამდენიმე პრეპარატი FDA-მ დაამტკიცა, თუმცა ემამ არასაკმარისი ეფექტიანობის გამო მათ ავტორიზაციაზე უარი განაცხადა და ვებგვერდზე შემდეგი ინფორმაცია მიუთითა. ადამიანის სამკურნალო მედიკამენტების კომიტეტის შეფასებით აღნიშნული პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება სათანადოდ ან საკმარისად დადასტურებული არ არის. შესაბამისად, კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა ექსონდისისთვის პირობითი მარკეტინგული ავტორიზაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. ეს იმ ფაქტების არასრული ჩამონათვალია, რომელთა გამოც მედიკამენტებს სახელმწიფო პროგრამაში არ სვამენ ევროპის ქვეყნები. სავარაუდოდ ასე გაგრძელდება, ვიდრე ყველა კითხვას პასუხს შესაბამისი კვლევები არ გასცემს. პასუხს დარგის სპეციალისტები ცელიან. იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო კარგი წამლები გაჩნდება. როცა შევხედავ, თქვათ, ამ წამლების გავრცელების რუქას, ჩანს, რომ ამერიკის წამლის სააგენტო მათ მისცა უფლება გამოყენების, მაშინ როცა ევროპის სააგენტო ჯერ კიდევ აგრძელებს კლინიკურ კვლევებს და აზუსტებს მათ ეფექტურობას და უსაფრთხოებას. ამიტომ ჩვენც ველოდებით აი ამ საბოლოო მონაცემებს ევროპა პასუხისგებლიანი
რა ვიცი, გაერთიანება და ისინი ჯერ კიდევ აზუსტებენ რაღაც მონაცემებს. ამიტომ რა ვიცი, რა უნდა ვთქვა ჩვენ მეტი თითოეულმა ადამიანმა ან პატარა ქვეყანამ, როცა ევროპის წამლის სააგენტო არის დიდი ორგანიზაცია, ყველა იმ ქვეყნებისგან შემდგარი და ისინი კიდევ ელოდებიან კლინიკური კვლევების დასკვნებს. ყველაზე დიდი შეცდომა დღეს არის ის, რომ საზოგადოებას ეუბნებიან მხოლოდ ფასს და იმედს, მაგრამ არ ეუბნებიან რისკებს. მედიცინაში რისკის დამალვა არის ყველაზე დიდი საფრთხე. მთავარი ფაქტი, რაც აუცილებლად უნდა იცოდეს საზოგადოებამ. დიუშენის მკურნალობა არ არის უსაფრთხო, მარტივი ან ერთჯერადი გადაწყვეტილება. ყველა წამალს აქვს შეზღუდული ეფექტი, სერიოზული გვერდითი ეფექტები, განსხვავებული რეგულაციური სტატუსი. მსოფლიო მედიცინა დიუშენის პრეპარატების ეფექტს, რისკებსა და გვერდით მოვლენებს იკვლევს. ამ მიზეზით მედიცინის დარგში ყველაზე რეპუტაციული უწყებების დასკვნების საფუძველზე პრეპარატების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვისგან თავს მსოფლიოს არაერთი წამყვანი სახელმწიფო იკავებს.